მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა მივდივარ დიდი ფედერაციის ბანკეტზე, რესტორანში, რომელსაც შევეცდები ძალიან მაგარი ვიდეო გადავიღო. მთლიანი ფედერაცია ვიკრიბებით და წლის ბოლოს ფინალში ვინც გაიმარჯვა, დღეს დაჯილდოვდებიან და მეც მაქვს მედალი, რა თქმა უნდა, გუნდური მესამე ადგილი მაქვს და ძალიან მაგარ ვიდეოს გადავიღებ და ერთხელ ჩემ ახზე თევზავის მეთოდებში შევადროებით. Rodrigues, მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია ამდენი შეფრობილი ადამიანები შევიგებთ როგორც იქნა. დიდი იმედება დღეს ყველა დასიამოვნო სალონს გაატარებთ და კარგად აგვამოსოვდება დღევანდელი. ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე პრეზენტაციას, გვექნება დაჯილდოება, მაგალითად მოგვიანებით მოვახსენებთ. აქედან მეწაულებრივი საომოს და მეხმარებია ჩემი კოლეგები, ასე ვთქვათ, და მეგობრები. მეორე მხარეს სუფრას დაიყვანს ჩვენი საყვარელი, ყველასთვის ცნობილი საუკეთესო ადამიანი ზაზა ხუციშვილი, თერმეთ სახელად დოქტორა. მოგესალმებით ყველას, დიდი სიყვარულით, ძალიან ბევრ მონაწილეობას ახერხებდა და ეს მიხარია პირველ რიგში. ძალიან მიხარია და დიდი მადლობა პროფესორ შეძენით და ეს ესეთი ლაბაზები ერთადერთი ვაჩვენებთ. მაშასე დავიწყოთ ჩემო მეგობრებო და პირველი და ჩემთვის უმთავრესია და შეშტოყვის აბერცება. გავაკეთოთ ეს კონკრეტული მომენტიდან Ușurul, trebuie fiarul să fie de unde să ajungă. Și ai voie să mișcă lumea și să am găsit să ajungă. Ei, am găsit ușurul care să se ajungă. Am găsit și să ajungă pe la Aole, essa população tem que Ჩვენ ყველა ოჯახი შევდები. Იდროსის ისეთი ხალხებსა ვინც შეიძლება ავიოთ ოჯახიდან გაუქმებელი განდით. ერთი, ორი, სამი აჯილი მიმდინარეობს თევზაობის. და ჩვენ შუქს მიმაგრებს ხალხი მისი მედიტა ხوارს. ეს არის ჩვენი ოჯახი და ჩვენი ოჯახის წევრები. გიგენზებს უყურებს ოჯახს ავეცავ Ida rosu Paulo, Maracá, a rádio Seguros, Maria Mocuiaxina, Ida rosu, Ida Uliceiro, Libra, Rizarota, Aguilos Santos. Aguilos Gracias.
შენი ხელი მოაქვს, შენ როგორ შეეხნა მოვიდა სიცოცხლის აგზელებას აუჩვენს და ჩვენ მომავალს ავიღოთ ჩვენ სიცოცხლის აგზელების გზას წევრი შევამჩნია სპინინგის სუპრაზე ახალგაზრდა კაცის ალბათ რომელიმე დადევზის სურვილი როგორ? თომა აეროპორტში ჩემი ვაჟა რომელიც ესე ჩვენ თამამაჩები ძლიერ ჩვენ ვაცნობთ და აუც ამის არგანიზმს როგორც პროფესიაში ისე პროფესიაში და ჯერჯერობით ცეტი შენი ხელი გადავიდე გამოყოფილია ნიკო შევასრულე რა ხდება დღეს? ეს არის დიდი დღე. ანუ დიდი ფედერაცია ატარებს ესეთ კორპორატიულს, სადაც ყველა ფედერაცია მონაწილეობს. მიტივა, ლიდერი, კარპი, სპინინგი, ყველა აქავარ. აიქოს გავატარებ დაჯილდოებები ჩატარდება, წლიური შეჯამებები იქნება. დანარჩენს ნახავთ ვიდეოში. გაიგე ნიკო. ჩემი თემისო არის ადამიანი ეს სწორი მომდა წინაშაბათ კვირას და რო დამთავრდა თორმეტი წელს ჩავარდი და შენ მომდიო საჭი ფიქრობდი რომ просто ამ კაცმა რაღაც პერიოდი ხარ თავის თვითონ გამომდინარე და თავის საქმეში და მე აქტიური სპორტიდან რაღაც ეტაპი გავიდა მე ისე დაბრუნდა ფრისტაილის მიმდინარეობაში და უბრალოდ ფიქრობდი რომ აი ამდენი წელია ხო როგორ მოყარვარ და როგორ გვიყვარს და კიდე ყველაფერი გააკეთა რომ ის სიხარული ჩვენ ზამთარში ცხოვრობდა რაც ჩვენთანაც მოკლებული ხდება და ალბათ ყველაფერზე გამიგეს და ეგიზო აი ამ ყველაფერს შემაგროვე და კიდე აი ეს საჩუქარი რომ გავიკეთე სამგლოსთვის სადაც ყოველგვარი ანგარიშის შუა ადამიანური მაგური მე ეს არ არის კონკრეტული თენგოს საფუძველი თენგო დატოვა ეს დიდი ასპარეზი რასაც ამ დიდი ფედერაციის ხელმძღვანელობა და გადააბარა არაჩვეულებრივ ადამიანს არაჩვეულებრივ მეგობრს არაჩვეულებრივ სპორტსმენს და არის ყველანაირი ისეთი ჩემკუმ ჩემ არკურ ვართ არის მე და რაღაცა ჩემი დიდი ფედერაცია
ყველას ბიჭები, ყველა მიმდინარეობა, ვინც მოვიაზრებთ ამ ფედერაციაში, ყველას გაგვიმართოს ერთად ამბებზე. აი ამ კარგი კაცის გამო. ეს ჩემი ფედერაცია ჩემი ვარ. ყველი სამეზობლო და ჩვენი დიდი ფედერაციის კარგი ხარ, მაგრამ სტრაფი. რაც მამუძრაობის მაიამერიცის განმავლობაში და ის გამოც ჩემი სფეროში თორემ ჩემი სპეციალობაზე ძალიან მიყვარს და ვფიქრობ რომ ძალიან შევავსებდი ჩემი სპეციალობას მაგრამ ჩემი ცხოვრების ნახევარი დავთვალე სპორტულ თევზჭერას იმიტომ რომ თქვენ ხართ ამ თქვენ სახეებს უყურებ იმ გახარებულ სახეებს იმ მედლებს, იმ რაღაცა წარმატებებს, იმ არაჩვეულებრივ წამოწყებებს, რომელსაც ეს ფედერაციები, რომელიც დაფუძნდა ამასობაში ატარებენ და იმ როგორ გითხრათ, უკავშირი, რასაც ქვია, ეს არ იყოს ყველა დაიღლებოდა ჩემის ჩათვლით და უპირველეს ყოვლისა მე დამეღლებოდი, მაგრამ რადგან თქვენ ხართ, რადგან თქვენ ქმნით ახალს მეც არ ჩამოვჩებით და შევესწრები რომ სულ ახალი შექმნა ამ სფეროში და არ დავიღლები ამით. თქვენ დაგიმარჯვეთ, მეგობრებო და დიდი მადლობა ყველაფერთვის. აი აქ რო ხართ მარტო იმისთვის დიდი მადლობა. მეუღლეები ვისაც ხართ მოყვანილი ეს გულანთებული გოგონების თვალები რას ნიშნავს როგორ ესე იგი როგორ უხარია თქვენი წარმატება. თქვენი ეს გოგო. ჩემი ცოლი მშვიდად არის რა. იმიტომ რომ ყველას იცნობ და იცის სადაც მივდივარ და სეზონის დასრულება და დაგვეჭირებინა ჩვენი ჩემპიონი. შესაბამისად, დიდი მადლობა მოგება ყველას, ვინც ამ სფეროში შეუწყო. პირველ რიგში ახლა მადლობა მოსპონსორებისთვის. ლევან და კახა მადლობა რომ ორგანიზებდა აუდიტორია. ყველაფერს შემოგთავაზებთ პატარა პრეზენტაციას აი ამ ჩვენი ფედერაციის შესახებ ვიქტორო როგორ ახალია როგორ საერთოდ არის ამ 13 წლის განმავლობაში რა ხდებოდა და მინდა რომ ეს ისტორიას გაგაცნოთ და ის ხალხის გაგაცნოთ ვისაც დიდი წვლილი მიუძღვნის აი ამ სპორტული თევზჭერის ჩამოყალიბებაში საქართველოში თავიდანვე ვიტყვი რომ ორადორული ნიჭი გიათან მოვირჩევი და თუ რაღაცა ენა დამემატა ცნობა ოთხებს თუ დამიშენთ გაუთხიდეთ კახას იმედას დისტანციაზე დასროლა მეგამიცაკ და კიდე ერთი რამის აღნიშნავია რომ ჩვენი დღევანდელი ესეთი ისტორიული შეკრება დაემთხვა სამ მნიშვნელოვან ფაქტს პირველი ალბათ მივხვდებოდით ჩვენი დიდი ფედერაცია 10 წლისანი წელს. ისე დავიწყებ. და შეხედოთ ამ თარიღს. 16 სექტემბერი 2012 წლის. ვისთვის ნაცნობი თარიღია ეს რა? ლევანიც იგა ამბილად ხო ეს არის პირველი სპორტული შეჯიბრი თევზჭერაში 2012 წელს წალკაში ჯერ მაშინ არც ერთი ფედერაცია არ არსებობდა მაგრამ ამ შეჯიბრით ჩაეყარა საფუძველი სპორტულ თევზჭერას საქართველოში რა თქმა უნდა რა თქმა უნდა ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის თინგო ბინიაშვილს ამ სახელს დღეს აქ კიდევ ბევრჯერ გაიგებთ და არა მარტო თინგოსი
შემდეგ ისტორია ესე განვითარდა. მარტი 2013 წელი ყალიბდება ფიდერის სპორტული თევზჭერის ფედერაცია და ისევ რა თქმა უნდა თემგოს დამსახურებით. მას მალევე მოყვა 2013 წლის ოქტომბერში დივდივის ფედერაციის ჩამოყალიბება საქართველოში. მარტი 2015 სპინინგის ფედერაცია ჩამოყალიბდა. 16 მარტს 2015 წლისას უკვე ყალიბდება დიდი ფედერაცია, რეალურად საქართველოს სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ეროვნული ფედერაცია, მაგრამ ყველა სპორტსმენი ესე სიყვარულით დიდ ფედერაციას ვეძახით და მეც იმასე დავუთხე. მალევე მოყვა კარპის ფედერაციის ოფიციალური დარეგისტრირება და შემდგომი 2 წელი იყო საკმაოდ რთული ჩვენთაგანისთვის, იმიტომ რომ აქტიურად მუშაობდით ორი რამისთვის და ფაქტიურად დამოუკიდებლად ორივე ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგი დასრულდა, თუმცა დიდი ნერვების და დიდი შრომის ფასად და აქაც რა თქმა უნდა თენგოგინიეშიც დიდი წვლილი მიუძღვის დავით ალექსიძეს რა თქმა უნდა მასაც დიდი წვლილი მიუძღვის ეს ყველაფერი იქიდან ვიცი რომ მეც აქტიურად ვიყავი ამ საქმეში ჩართული და ფაქტიურად აი ყოველი ნაბიჯი ვიცი რა ხდებოდა და რა შრომა რა ნერვები წაიღო აგრეთვე კახას ვიციო დიდი წვლილი მიუძღვის სამინისტრო სამყაროში ყველა მითქვა ალბათ რაზეა საუბარი ეს არის 29 აპრილი 2017 წლის როცა სიფსის კონგრესზე ჩვენ გაგხადეს სრულფასოვანი წევრი საერთაშორისო სათევზაო სპორტული ორგანიზაციის. რაც მოგცა საშუალება უკვე ოფიციალურად მსოფლიო ჩემპიონატებზე მიგვიღო სრულფასოვანი მონაწილეობა. მანამდე უბრალოდ ვიყავით კანდიდატი წევრი და 2016 წლიდან პრინციპში შეგვეძლო მონაწილეობა მიგვიღო მსოფლიო ჩემპიონატებზე. 2017 წელს ეს გახდა სრულფასოვანი წევრი. და 1 მაისი 2017 წელს სპორტის სამინისტრომ გვაღიარა როგორც ოფიციალური სპორტი საქართველოში. კიდევ ერთხელ შეიძლება ვინმე გამოუჩა, მე ეს გვარები ვიცოდი, ვინც მონაწილეობდა, თუ ვინმე კიდე იყო ჩართული ამ საქმეში, ყველას დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ ეს რომ არ ყოფილიყო, დღეს იქ არ ვიქნებოდით სადაც. ნამდვილად მოგცა დიდი სტიმული შემდგომი განვითარებისთვის. მაშინ ასე. დიდი ფედერაცია 16 მარტი 2015 წელს ჩამოყალიბდა. დამფუძნებლები თენგო ბინიაშვილი, გიგა გაბრიაძე, ნალხას მახარაშვილი, ზურაბ ჩაკალოვი, გიორგი შტაიშვილი, ანდროსიაკი და გიგა ბაინდურაშვილი. ფედერაციის მმართველი ორგანო არის გამგეობა და დღესდღეობით გამგეობის წევრები ვართ მე არტური ლევონტვალი კახა ხაჩიძე ზურაბ აბუნუშვილი და თამუნა მეზურიშვილი. დიდი ფედერაცია არის ერთადერთი მმართველი ორგანო რომელიც ოფიციალურად არის აღიარებული როგორც სპორტის სამინისტროს მიერ აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და მისი ძირითადი ფუნქცია არის მისი წევრი ფედერაციების კოორდინაცია. მოგახსენებთ რომ დღესდღეობით 4 წევრი ფედერაცია გაერთიანებული ამ დიდ ფედერაციაში, ეს არის კარპის ფედერაცია, ფიდერის, სპინინგის და დივდივის. მათაც მოგახსენებთ და მოგვიანებით. დიდი ფედერაცია ხელს უწყობს საქართველოში სხვადასხვა სტილით ჩემპიონატების ჩატარებას, ნაკრებების ჩამოყალიბებას, მათი საერთაშორისო ასპარეზობას და სხვადასხვა ტურნირების ორგანიზებას. რეალურად ჩემპიონატების ორგანიზება არის დელეგირებული შესაბამისი ფედერაციების შესაბამისი სტილის ფედერაციებს. ჩემპიონატებს ისინი ატარებენ, ნაკრებებს ისინი წაყალიბებენ, თუმცა ეს ყველაფერი არის კოორდინირებული შესაბამისად საერთაშორისო სტანდარტების, წესდების და მაგას ვცდილობ რომ მე სამინისტროში საქართველოს კანონმდებლობა რაც მოითხოვს და სტანდარტები იმას შევსაბამოთ. ძირითადი მიზნები რაც გვაქვს ეს არის
წარმატებული საერთაშორისო ასპარეზობა რიგი დისციპლინების მიმართულებით გვაქვს ამბიცია რომ ვიყოთ ტოპ 10-ში და ტოპ 5-ში კი ამისთვის რა თქმა უნდა დიდი შრომა საჭირო და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმდენი რესურსი რაც ჩვენ სხვა მეტოქე ქვეყნებს აქვთ მაგრამ შედეგები რაც იდება ოპტიმიზმს გვაძლევს იმისა რომ ჩვენ შეგვიძლია სპორტის სახეობის პოპულარიზაცია ესეც ერთ-ერთი მთავარი მიზანია იმიტომ რომ ჯერ მაინც არ არის ისეთი მასიური როგორიც ჩვენ გსურს ანუ ბევრად მეტი ხალხი უნდა იყოს ჩართული ამ სპორტში ვიდრე დღეს არის ჩართული და ესეც ერთ-ერთი ჩვენი მიზანიც და ალბათ იდეა ფიქსიც არის ხო გარდა ამისა თევზაობა გარდა სპორტისა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი უნებასთან სიახლოვე ასე რომ ჩვენ ამ ყველაფერს უწევთ რეკომენდაციას და ვცდილობთ დავნერგოთ ახალგაზრდებშიც. როგორც გითხარით, 4 წევრი ფედერაცია გვყავს და 2016 წლიდან ჩვენ ვართ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. ბევრმა არ იცის რაზე არის საუბარი, სმენიათ ფიფსეთი, სიფსი, მინდა მოგახსენოთ ცოტა უფრო დეტალებში ვინ არის. სიფსი არის სპორტული თევზჭერის საერთაშორისო კონფედერაცია, რომელიც 1952 წლიდან არსებობს და მისი ეგიდით უამრავი სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. ციფრებს ცოტა მოგვიანებით დავწერთ. სიფსი არის სამი ასე ვთქვათ ქვე ფედერაციისგან შემდგარი, ეს არის ფიფსეთი, რომელიც არის მტკნარი წყლების სპორტი, ანუ ტბებზე და მდინარეებზე, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ გვაინტერესებს და ჩვენ რეალურად ფიფსეთის ხაზით ვართ, სიფსის წევრი და არსებობს კიდევ ორი სხვა მიმართულება, ეს არის fly fishing და ზღვის თევზაობა, რომელშიც ჯერჯერობით მოვიკოჭრებთ, მაგრამ იმედია ამ მიმართულებებსაც დავეწერეთ. ფიფსეთის არსებობს 70 წელზე მეტია დაახლოებით, ეს არის სიფსის სტატისტიკა, 74 წელი არსებობს, 100-ზე მეტი ფედერაცია 85 სხვადასხვა ქვეყნიდან წელიწადში 50-ზე მეტი მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება სხვადასხვა დისციპლინაში 5 კონტინენტზე. და ჩვენ რა თქმა უნდა ვართ ამ ყველაფრის ნაწილი. ფიფსეთი 71 წელი არსებობს, 68 ფედერაცია, 10 დისციპლინა, 23 მსოფლიო ჩემპიონატი წელიწადში. ცოტა ჩვენი სტატისტიკა. საქართველოში სპორტული თევზჭერა შეიძლება ითქვას, რომ 13 წელი არსებობს, 4 სტაბილური ფედერაცია, 7 სხვადასხვა დისციპლინა გვაქვს, 6 ეროვნული ჩემპიონატი სხვადასხვა დისციპლინაში, 40-მდე შეჯიბრი წელიწადში ტარდება ჯამში, 5 ეროვნული ნაკრები ყალიბდება და 1 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის საუკეთესო კლუბი ლიდერის მიმართულებით. ეს არის ჩვენი მოღვაწეობა ციფრებში. ჯამში ამ ისტორიის მანძილზე სადღაც ალბათ 400-დან 500 შეჯიბრებამდე არის ჩატარებული, საუბარი არის როგორც რეიტინგულ, ასევე არარეიტინგულ ჩემპიონატებზე. წლევანდელი სტატისტიკით საქართველოში შემდეგ წელს იქნება 6 სხვადასხვა ჩემპიონატი. ანუ 6 დისციპლინაში გვექნება საქართველოს ჩემპიონატი, შესაბამისად 6-ში ჩამოყალიბდება საქართველოს ნაკრები და დიდი იმედი მაქვს, რომ 6-ვე შეძლებს ასპარეზობას საერთაშორისო ტურნირებში. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი. საერთაშორისო გამოცდილება. პირველი გამოცდილება 2014 წელს მივიღეთ, როცა ეგრეთ წოდებულ მეგობრობის თასზე გაემგზავრა 2 ადამიანი. ისინი მოიწვიეს მათ სამსაჯოდ და ეს იყო ჩვენი პირველი ესეთი საერთაშორისო გამოცდილება. მეგობრობის თასი იმ პერიოდში ითვლებოდა ესე არაოფიციალური ევროპის ჩემპიონატი ლიდერის სპორტულ თევზჭერაში. ან იკრიბებოდა საკმაოდ ბევრი ქვეყნიდან ძალიან სერიოზული გუნდები და
ჩვენ თენგო ბინიაშვილი და გიორგი ფიჩკაია გაიმგზავრდნენ ამ ჩემპიონატს და იქიდან დიდი გამოცდილება ჩამოგვიტანეს და ფაქტიურად იმ მომენტიდან დაიწყო ფიქრი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავხდეთ აი ამ დიდი სპორტული ოჯახის წევრები. 2015 წელს უკვე ყალიბდება პირველი იმ შემთხვევაში ფიდერით სპორტული თევზჭერის ნაკრები, რომელიც მეგობრობის თასზე გაიმგზავრა. 2016 წელს უკვე ყალიბდება კარპფიშინგის ნაკრები, რომელიც გაიმგზავრა პირველ უკვე ფიფსეთის მსოფლიო ჩემპიონატზე. იმავე წელს ჩვენ მეგობრობის თასზე მივიღეთ მონაწილეობა. 17 წელს იგივე სტატისტიკა გვაქვს, ერთი მსოფლიო ჩემპიონატი და ერთი მეგობრობის თასი, მაგრამ ნაკრებები უკვე იღებენ ძალიან კარგ გამოცდილებას და მიჩნდება ამბიციები მეტის მიღწევის. 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე ფიდერის ნაკრები გაიმგზავრა, აგრეთვე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიმგზავრეთ. სამწუხაროდ კარპისტებს ჩაუვარდათ ეგ სეზონი. 2019 წელს ისევ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი ფიდერის ნაკრები და აი 20-იან წლებში უკვე ვიწყებთ ნელ-ნელა უფრო სტაბილურ ასპარეზობას. 20-22-ში სპინინგი გვიერთდება საერთაშორისო ასპარეზზე. სამივე ნაკრები იღებს მონაწილეობას როგორც საკლუბო, ასევე ეროვნული ნაკრებების მსოფლიო ჩემპიონატებზე. 23-შიც სამი მსოფლიო ჩემპიონატი, სამი ნაკრები საქართველოსთან წარდგენილია დიდ ასპარეზზე. 20-24 კარპის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე და სპინინგის. და 20-25 ასევე ორი ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატი და ერთი საკლუბო. ერთადერთი სამწუხარო რომ ამ სტატისტიკაში თუ დახედავთ, გვაქვს ჩავარდნები და გვაქვს თლად არასტაბილური მდგომარეობა. ოღონდ ერთ წელს გამოვდივართ, მეორე წელს ვერ გამოვდივართ, ეს ყველაფერი დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული და ძირითადად უსახსრობასთან, იმიტომ რომ ყველას მოგეხსენებათ დღესდღეობით ჩვენ თვით დაფინანსებაზე ვიმყოფებით და საკმაოდ რთული არის ამ პირობებში რაღაცა დიდი შედეგების მიღწევის. თუმცა აი დიდი ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ მოვიპოვოთ ის რესურსები, რომლებიც მოგცემს საშუალებას სულ სტაბილურად ვიყოთ წარდგენილები ყველა ნაკრებებით, ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე. ცოტა ოდენო შედეგებსაც მოგახსენებთ. ესე იგი, ჯამში კარპის ნაკრებმა 6 მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა მონაწილეობა, 25 ჩატარებული. ანუ წარმოგვიდგენა რომ გქონდეთ მაგალითად რეიტინგული სისტემა დაყრდნობილია აბსოლუტურად ყველა შედეგს. თუ არის ორი ტიპის რეიტინგი, ანუ არსებობს ჯამური და არსებობს ბოლო 5 წლის. როცა გუნდი ვერ ახერხებს და აგდებს რომელიმე ჩემპიონატს, იმ ჩემპიონატის ყველაზე ცუდი, ანუ ბოლო ადგილის ფულა ენიჭება. და შესაბამისად ეს გვაფერხებს იმაში, რომ ჩვენ ვერ ვიწევთ რეიტინგებში მაღალ საბოლოო ჯამში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სტაბილურად მივიღოთ მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატებში. ფიდერის ნაკრებმა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და საუკეთესო შედეგი მე-15 ადგილი გვაქვს. ჯამში ჩატარებულია 14 მსოფლიო ჩემპიონატი, კარპის ნაკრებს მე-10 ადგილი აქვს საუკეთესო შედეგი 20-22 წელს. საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე წარდგენილები ფიდერის ნაკრები და საუკეთესო კლუბები 4-ჯერ, მერვე ადგილი არის საუკეთესო შედეგი 2019 წელს და გიორგმა შემოვინახე ბოლოსთვის ერთადერთი მედალი ფიფსეთის რაც გვაქვს მოპოვებული, ეს არის სპინინგის ნაკრების ეს უნდა ისტორიული შედეგი იყო. მათ მოახერხეს 22 წელს ბრინჯაოს მედლების ჩამოტანა და როგორც ვახსენე, ეს ერთადერთი საერთაშორისო მედალია სპორტულ თევზჭერაში, რაც ამ ეტაპზე გვაქვს და იმედია ამავე ევროპა მედალი მოგწევს. ეს არის
ის ბიჭები, ვინც ჩამოგვიტანის წინათ. რამდენიმე უბრალოდ კოლაჟი რომ ნახოთ ჩვენი ნაკრებების ასპარეზობა, მერე ცალკე ბლოგი გვექნება მიძღვნილი ნაკრებებისთვის და უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაზე. ეგე ჩვენი ძმაკაცები. იცით, ესეც ისტორიული სურათია, თუ ვინმე მარიცის, ეს არის 2018 წელი მსოფლიო ჩემპიონატი იტალიაში. შუაში დგას მატეოლი, ეს არის ფიფსეთის პრეზიდენტი და მის გვერდით არის ბარბარა დურანტი, რომელიც იყო ფიფსეთის დიგონი, ასე ვთქვათ, რომელიც პრინციპში ყველა საქმეს მას მიყავდა და მთელი ჩვენი მიმოწერა მასთან იყო და ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო ჩვენი, რომ გავხდით ფიფსეთის ოჯახის წევრები და მოვახერხეთ. Треба ვახსენეთ, რომ პატარა ცვლილებები მოხდა დიდ ფედერაციაში. Შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატარა რეორგანიზაციას ვატარებთ. არა მარტო დიდ ფედერაციაში, არამედ ფაქტიურად ყველა წევრი ფედერაციაში მოხდა ერთდროულად ცვლილებები. და მოგახსენებთ უბრალოდ რა კეთდება და რა გვაგებებში. ჯერ სულ რაღაც რამდენიმე თვეად დავიწყეთ ამაზე მუშაობა, ორი შეკრება ჰქონდა რეალურად. მოვახდინეთ წევრი ფედერაციების ინტეგრაცია ერთიან სისტემაში, იმიტომ რომ რეალურად დიდი ფედერაცია არსებობდა, ცალკეულად ეს 4-ვე ფედერაცია ცხოვრობდა თავისი ცხოვრებით. იმის მერე რაც ფიფსეთის და სამინისტროს აღიარება მოვიპოვეთ, რამდენიმე წელი ვიბრძოლეთ დაფინანსების მოპოვებაზე. არ გამოგვივიდა, ცოტა შეიძლება ითქვას ფარგმალი დავყარეთ და ჩვენს ფედერაციებში რუტინაში ჩავევლეთ და მივხედეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი დისციპლინების განვითარებაზე გავაკეთეთ აქცენტი. და აი ეს რაღაცა ერთიანი მუხტი ცოტა არ იყო დაკარგული იყო და ძალიან კარგია რომ შევძელით და გავაცოცხლეთ ეს მუხტი და ამ მიმართულებით მივდივართ. თუ რამე გამოგვივა, მხოლოდ ერთად გამოგვივა ეს ამბავი და ცალ-ცალკე ჩვენ ვერაფერს ვერ მივახცევთ. ეს ნამდვილად ესე არის. შევცვალეთ. წესდება რაღაც პროცედურები განვაახლეთ, რომლებითაც წევრი ფედერაციები ხელმძღვანელობენ თავისი გამგეობების და პრეზიდენტების არჩევისას, აგრეთვე გავაკეთეთ, ასე ვთქვათ, სტანდარტიზაცია მედლების, თასების, რომ ყველა თავისთვის აკეთებდა ამას და ეხლა ერთიანად ამას. პირველი რაც შევცვალეთ, დღევანდელი შეხვედრა არის, ხო? ესეც ერთ-ერთი დიდი ცვლილებაა და იმედია ეს გახდება ტრადიციული. უფრო მეტიც ეგან ერთი იდეა შემოვიდა, დავით ალექსიძემ მომაწოდა ეგეთი იდეა და ძალიან კარგი იქნება თუ მართლა მაგას განვახორციელებთ. მე არ ვიცი თუ არსებობს ოფიციალურად მეთეოზის დღე საქართველოში. თუ გაქვთ იმის ინფორმაცია. ეგ თუ არ არსებობს, ან თუ არსებობს არ არის, მოდი. მეთეოზის სპორტსმენის დღე ავირჩიოთ 20 დეკემბერი. მაგაზე კარგად გისჩვენოთ. ყველა სპორტსმენი მეთეოზი აქ არის. მადლობა დავით ალექსიძეს ამ იდეისთვის. ძალიან მაგარი იდეა იყო. ესეც შეგვიძლია ჩავწეროთ მიღწევებში გაკეთებულ საქმეებში. ახლა აცი ყოველ 20 დეკემბერს დარბაზი მაგ რამდენიმე საინტერესო გეგმა, ერთ-ერთი არის რომელიც საერთო საჭთა კოლეგიის შექმნა, რომ ყველა ფედერაციის ტკივილი არის საჭი. არ ყავს საკმარისი რაოდენობა საჭირი სამწუხაროდ და ჩვენ საწყად სიმონიკს დავატარებთ ყველა ტურნირზე აქეთ იგი დამყარი არ ყავდა.
მინდა ჩამოვაყალიბოთ საჭთა კოლეგია და მყავდეს კვალიფიციური საჯების ფული, რომელთაც ჩვენ შეგვეძლება ყველა ფედერაციას შესაბამის შეჯიბრებებზე ეს საჯები გამოვიძახოთ და ხარისხიანად ჩავატაროთ ჩვენ ტურნირებში. აგრეთვე გეგმაში ეთიკის ან დისციპლინარული კომიტეტის შექმნა ამიდიანაც სამწუხარო ამბებს მოვა, რომელზეც დღეს სამინდა ვისაუბრო სხვა დროს, თუმცა ძალიან საჭირო ორგანო იქნება, იმიტომ რომ სპორტსმენ მეთევზეს ბევრად უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე უბრალო მეთევზეს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სპორტსმენი მეთევზე, როცა მიდის სადღაც სათევზაოდ, ის უბრალოდ სათევზაოდ არ მიდის, ის არის არამარტო თავისი ფედერაციის სახე, ის არის ყველა ჩვენი ფედერაციის წარმომადგენელი და მას მილიონი თვალი უყურებს. მას შეცდომა ისე არ ეპატიება, როგორც შეიძლება სხვა უბრალო მეთევზეს ეპატიოს. ამიტომ ჩვენ აუცილებლად ჩამოვაყალიბებთ რაღაცა ეთიკის კოდექსი, რომ მკაფიოდ იყოს გაწერილი ის წესები, რას უნდა აკმაყოფილებდეს სპორტსმენი მეთევზე. და იმედია სამწუხარო ფაქტები არ იქნება ესეთი, რომ ვიღაცას შემოერევოს ეს წესები. იმიტომ რომ კაცრები ვიქნებით აბსოლუტურად ყველასთან მიუხედავად მიღწევებისა თუ მისი პოზიციის. ჩვენ ამ საქმეს 10 წლეულზე მეტი შევალიეთ და არც ერთ ადამიანს არ გადავახაზინებთ ჩვენ ამ გაკეთებულ კამპანიას. გვაქვს გეგმაში ქალთა და ბავშვთა მიმართულებების განვავითაროთ. ჩვენ ერთი სპორტსმენი ქალბატონი გვყავს. წარმოდგენილი თელს, ასე ვთქვათ, სპორტულ თევზების სამყაროში და იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან მეცდებით მათი რაოდენობის გაზრდას. თამუნა. სამყაროში შეიძლება და მარტო არ მიწევდა. ასევე ბავშვთა ტურნირთან დაკავშირებით ჩვენ მქონდა სპინინგის ფედერაციასთან ჩავატარეთ და ძალიან დიდი დაინტერესება იყო მათისგან და თვითონ ჩვენზე უკეთესი შედეგიც ამჩვენეს და დიდი იმედი მაქვს, რომ მეუღლეებს, შვილებს ჩავთავთ და თქვენგან დაიწყება ამ მიმართულების განვითარება. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა თაობა, რომელიც ეტაპობრივად ჩაგვანაცვლებს ამ დიდ სპორტში და ძალიან კარგია სპინინგის ბიუტივის ფედერაციას აქვს ინიციატივა და უკვე რეგულარულად ატარებენ ბავშვთა ფესტივალებს. იმედია ჩვენც ჩავერთვებით ყველა მიმართულებები ამ ამბავში. რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი არის სპორტის სამინისტროსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და მაგაზე ყველა რესურსს დავხარჯავთ, რაც კი გვაქვს, იმიტომ რომ დაფინანსების გარეშე ჩვენი განვითარება ვერ იქნება ისეთი ტემპებით, როგორი ტემპებით ჩვენ გვინდა. საინფორმაციო კუთხით გაკეთდა შემდეგი რამ შეიქმნა დიდი ფედერაციის Facebook გვერდი. თხოვთ ყველა როგორი დაალაიქოთ და დააფოლოოთ. დაგჭირდება მან დაიდება ხოლმე ძირითადი ნიუსები ჩვენი ჩემპიონატებიდან და ჩვენი აკრებების მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობებიდან. აგრეთვე შეიქმნება საერთო კალენდარი სატურნირო, იმიტომ რომ აქამდე ყველა ფედერაციას თავის კალენდარი ჰქონდა და თანდათან რთული იყო გაგეგო ხო არ ემთხვევა ვიღაცასთან ტურნირში. ამიტომ შეიქმნება ერთიანი კალენდარი, ამოქვეყნება. ასევე იგეგმება ერთიანი ვებსაიტის შექმნა, სადაც აბსოლუტურად ყველა სპორტული შეჯიბრი, რაც კი ტარდება საქართველოში, არა მარტო ფედერაციების, არამედ კლუბებთანაც შევედით ამ კონტაქტში და კლუბებსაც გამოვაკეთეთ თავიანთი განრიგი, ასე რომ სახელი კი ვახსენე, მაგრამ
წესიდან იქით უფრო ბევრჯერ მეხსენებინა ამ პრეზენტაციის განმავლობაში, იმიტომ რომ ის იდგა სპორტული თევზჭერის ჩამოყალიბების საწყისებში აბსოლუტურად იყო ჩართული ფაქტურად ყველა საკითხში საწყის ეტაპებში ფიფსეთის წესდება და ნაკრებების გამგზავრება გინდა ფედერაციების წესდებების გაწერა გინდა აბსოლუტურად ყველაფერში ჩვენ გვერდით იდგა სამსაჯო სკოლის ასეულთა ჩამოყალიბება და ინსტიტუტის ჩამოყალიბება საქართველოში ის იყო წლების მანძილზე ფიდერის ფედერაციის მთავარი მსაჯი. სამწუხაროდ წელს მან დაგტოვა, თუმცა მისი საქმეები, რა თქმა უნდა, ჩვენ გულში ბოლომდე დარჩება. ეს არის გიორგი ფიჩხაია და მინდა რომ წუთიერი გუნდი მას პატივი სამწუხაროდ მან მოულოდნელად დაგტოვა ის იყო აბსოლუტურად ყველა პროცესების მონაწილე როგორც თქვა 2014 წელს ის იყო ერთ-ერთი საჭთაგანი საერთაშორისო ტურნირზე მეგობრობის თასზე რომელზეც ის მოიწვიეს მონაწილეობდა იქაური დაჯილდოების ცერემონიალშიც და ნამდვილად ჩვენ სპორტს სუმცირე ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მაინც მოგვაქვს არტურს და მოდი ჩემო ძვირფასებო ამ სასმისით მე მინდა შევსვა ყველა იმ ხალხის აღგრძელო ვიზით ფედერაციას გვერდჩემოდგას ედგა და მომავალში დაუდგება ჩვენი სტამატობით აქ დამწერ საზოგადოების სტამატობით იმიტომ რომ ყველა ერთი დიდი ფედერაციის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ვინც საფუძველი ჩაუყარა იმ ბიჭებს წეგან ახსენეს გიგა ზურა ეგო არტური მახო თვით დიდი გია ჩიტაიშვილი და ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ძალიან დიდ პატივს ერთმანეთს ძალიან დიდ პატივს ერთმანეთის ღვაწლს და შრომას და მინდა აი ამ დიდი ფედერაციის საგეგმო შესვა ყველა იმ ადამიანის ვინც აქვს ხედვართ და იმ ჩვენი მეგობრების ვინც ეს გარკვეული მიზეზების გამო აღგვენებია ყველას გავამარჯოს ყველას მოცავ ყველა დიდეულ ჩვენ წევს გავამარჯოს და ვაღწევ მათ ფედერაციას გავამარჯოს და ყველას ჩვენ დავამარჯოს მრავალი შეგვიძლია საქართველოსში სპორტულ თევზებს განვითარებას ჩვენ ვსწავლობთ წარმატებები ამ წელს მესამე ადგილი მოვიპოვეთ, მაგრამ გუნდებში არა დიდი იმედები გვაქვს, რომ ყოველ წელს უკვე 2021 წელს წარმატებები და უფრო წელს წავიწევთ და პირველ ადგილს ავიღებთ. სოფლიო ნაკრებში მოხვდებით. ავიც, ნახოთ. თავარია მონდომება ვარჯიში და ავიც. ერთი გვერდში დგომა. აუმართო ჩვენ პრიზიორები ვინც იქნებით რომ შემოყვათ აი ესე გამოიარეთ ამ ძალზე და ბოლოს მედალს უკავშირდებთ აი გაჩერდით რომ ფოტოგრაფა კაი სურათები გადაგიღოთ და დარჩით რეგინდა საპატიო თუ რეგინდა მოდი ედო მოდი მაინც ედო ჩემპიო
დაჯილდოებას დავიწყებთ სპინინგის ფედერაციიდან და გურას გადავცემ მიკროფონს. და საქართველოს 2025 წლის მესამე ადგილოსანი ლევან გოგორიშვილი. მეორე ადგილი 169 ქულა. ჩემი მეცხვილე, ესე ვთქვათ, გუნდში სამწუხაროდ დღეს ვერ მოვიდა, ექიმია ბესტიაში თავის სამსახურო მოვალეობას ასრულებს, ვერ გაცვალა და მის ნაცვლად მისი ბიჭი აიღეს მის დედას, მეორე ადგილი საქართველოს ფედერაციაში უნდა დააყენოს. Parkში Big Fish-ის ტურნირის გამარჯვებულია მონტაზის პირად ჩათვლაში საქართველოს ჩემპიონი სამწუხაროდ ისიც იყო და წავიდა ბავშვთა ფეხბურთში, ეს არის წვრთნელია, ტურნირი აქვს ბავშვებში 8 წლამდე ბავშვებში და იქ მოძია წასვლა, ეხლა ამ წელს დაურეკე, ბოლო წუთი მაქვს, ვიგებ მაცადე 170 ქულით არჩილ გორღალიძე მის დედას აიღეს მეუღლე მესამე ადგილი ბრინჯაოს მედლები 129 ქულით გადაეცა გუნდი Catch and Release დაიჭირე გაუშვი ლევან გოგორიშვილის ბაჭმანამია. მეორე მედალი ბაჩო ადამიან 22 წელს ჩამოიტანა მედალი ბრინჯაოს ფიქსებიდან მსოფლიო ჩემპიონატზე. მეორე ადგილი 129 ქულა გუნდი დოქტორ ტრუთ ზურაბ ბაბუნაშვილი ზურაბ არსაველიძე პირველი ადგილი დაუდობელი გუნდი არიცოდი არც მეგობრობა არც მართლმსაჯულების სპორტული შინაგანაცემები და ნამდვილად პირველი ადგილზე გავიდა დაიმარჯვეს 115 ქულით ჯაკალი ტიმ ჯაკალი ასე გორღალიძე გოგახურაშვილი.
ნინო ბეიცი, ნოდო საძულიშვილი, გიორგი ღვალაძე. გუნდი გაფორმენი, გურამ გეგელაშვილი, ახა ხაჭიძე. პირველი ადგილი ბოლო წლების უდაო ფავორიტი ვესტკარ ტიმი ქართველიშვილი გიორგი ეიშვილი თეიმურაძე. პირველ ტურში იყო ჩემპიონი პირად ჩათვლაში, ორივე ტურში პირველ და მეორე დღეს მოიპოვა პირველი ადგილი, მეორე ტურში მოიპოვა ბრინჯაო და ვერცხლის მედალი, მესამე ტურში ბრინჯაო და ოქრო და მეოთხე ტურში ბრინჯაო და ვერცხლი. ეს ადამიანი ვინ არის? ეს არის პაվել შიშაევი, გუნდი ჯორჯიან ტიმის. მეორე ადგილის მფლობელი, ქულით 59 წონა 31670 გრამი. პირველ ტურში, პირველ დღეს ბრინჯაო და ოქრო, მეორე ტურში ორი ოქრო ზედიზედ ძალიან მაგარი შედეგია. მესამე ტურში პირველ დღეს ჰქონდა ვერცხლი, ალბათ ეგ არის. მეოთხე ტურში არის პირადში ბრინჯაოს მფლობელი და ტურებში ჰქონდა ვერცხლი და ოქრო. ვინ არის ეს ახალგაზრდა? ტიშვაინდეს, ლაშა დარტიაშვილი. საგოლაშიკო! საქართველოს ჩემპიონი პირად ჩათვლაში. ეს არ არის მარტივი ამბავი, ეს არის, არ ვიცი რა, ძალიან რომ ასჭირდება და რა ვიცი, უნდა იყო რა. ისე არ გამოდის და ეს არის, მოდი, მანამდე ნახოთ ვინც არის. რიგით მესამე ზედიზე. რიგით მესამე ზედიზე საქართველოს ჩემპიონი პირად ჩათვლაში. აღარ მოუყვებით რეგილიემს გიორგი ლაფაჩი. არ ვიცი ეხლა თუ ხედავ კარგად რა. ტურებში სულ ოქროებია ვერცხლი ტურებში რა ყოველდღე. სასაულებს ახდენს ეს ბიჭი რა. მესამე წელია, მესამე სეზონი ჩაამთავრა ოქროზე. ეროვნულ ჩემპიონატში როგორც ფუნქციონები არიან 5 კაციანები, საერთაშორისო სტანდარტი, თუმცა ამ 5 კაცს უკან მოყვა მთელი ამალა. ანუ ესენი არიან ადამიანები, ვინც ზუმს უმაგრებს ამ გუნდს, ესენი არიან კოორდინატორები, ესენი არიან ადამიანები, ვინც ზრუნავენ ამ გუნდის შექმნას. ასე რომ მხოლოდ არ დაგიკვირდეთ რომ ეს მრავალრიცხოვანი ჯარი შემოვაეხა პრიზიორების. ვიწყებთ მესამე ადგილი. მესამე ადგილი ქულა 21 ჯამში. და წონა 140,105 გრამით. მესამე ადგილის მფლობელი გუნდში გახდა ჯორჯიან ტიმი.
ესეთი არიან ნიკოლოზ გარცენიშვილი, იოსებ ბიტუნოვი, ედუარდ თეიქრიშვილი, პაվել შიშაევი, ხედო ფაროიანი, თამას გოჩოიანი და გიორგი ხამიცაშვილი. მოგმი ფიდე, ნამაგაგეთკოვი, ვადიმერ დავკანტიანი, ვარდო ხოსროაშვილი, აფრიკანტაკი, ერაკვისტაკი, მიხეილ შაბიძე, ლოთარი. პირველი ადგილი აიღეს ამ ბიჭებმა. ისტორია.